საღამოშვიდობის და ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. Ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ცნობილი სპორტსმენი რეგიონში, ბატონი თემურ ხუბულური ოჯახურ გარემოში. თემურ ხუბულურმა ბავშვობა სოფელს კრაში გაატარა, სადაც ქართული ჭიდაობა განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. 14 წლის მოსწავლე საქართველოს სასკოლო სპარტაკიადის ჩემპიონის წოდებას იმსახურებს. შემდეგ მწვრთნელთან გივი ზაუტაშვილთან იწყებს ვარჯიშს. 1972 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება ჭაბუკთა შორის. შემდეგ იგი დარწმუნდა, რომ ძიუდო მისი მოწოდება იყო. 1974 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. 1975 წელს კი ქალაქ ტურკუში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა 93 კილოგრამ წონით კატეგორიაში. 1976 წელს დიდებში გახდა ევროპის ჩემპიონი. 1991 წელს კი მეორედ ხდება მსოფლიო ჩემპიონი 26 წლის ასაკში. თემურ ხუბულური არის საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქვეყნების მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალის პრიზიორი. 1979 წელს კი დასახელებულია წლის საუკეთესო სპორტსმენად. მან 1983 წელს დატოვა დიდი სპორტი, სერიოზული ტრამვის გამო. ამჟამად იგი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. როგორც ყველა ქართველი მოჭიდავეები, მეც სოფელში დავიწყე ჭიდაობა. ეს იქნებოდა დაახლოებით ვიქნებოდი მე-7 კლასში. პერმანენტულად მივყვებოდი ამას. ხან ვარჯიშობდი, ხან არ ვარჯიშობდი. და ფაქტიურად მე-9 კლასიდან უკვე სისტემატურად დავიწყე ვარჯიში ჭიდაობა სამბოში და შემდეგ ჭიდაობა ძიუდოში. და თქვენი პირველი ნაბიჯები სპორტში საინტერესოა, პირველი მიღწევა. პირველი მიღწევა იყო მე-10 კლასში, მე-9 კლასში, როდესაც გავხდი საქართველოს ჩემპიონი. ჭიდაობა სამბოში ჭაბუკთა შორის. და აქედან დაიწყო ჩემი წარმატებები ჯერ სამბო, შემდეგ 74 წლიდან უკვე ძიუდოში ვიღებულობდი მონაწილეობას 83 წლამდე. აი მოკლედ ესე შეიძლება ითქვას, რომ აი ჩემი სამბოდან დაწყებული გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ჭაბუკებში სამბოში. შემდეგ სამბო არ არის დღესაც ოლიმპიური სახეობა და გადავედი ძიუდოში. აი ეს მოკლედ რაც შეიძლება როგორ დავიწყეთ. სერიოზული წარმატებები დაიწყო 74 წლიდან პირველი სერიოზული წარმატებაც მივაღწია თბილისის საერთაშორისო ტურნირზე, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მეორე ადგილი დავიკავე. შემდეგ მოყვა ამას ჩავერიცხე საბჭოთა კავშირის ძირითად ნაკრებში, ლაპარაკობ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ უკვე დიდების ნაკრებში ჩავერიცხე და მოყოლებული 74 წლიდან 83 წლამდე ვიყავი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. შემდეგ ამ თბილისის ტურნირის გამარჯვება 75 წელში ევროპის ჩემპიონი გავხდი ახალგაზრდებს შორის. 76 წელში უკვე დიდებში გავხდი ევროპის ჩემპიონი. 77 წელში კვლავ ევროპის ჩემპიონი გავხდი გუნდურ ჩათვლაში. შემდეგ ერთი წელი შესვენება მქონდა ვიზილი მაწუხებდა. აღლის ზუსტი გაღიზიანებული მქონდა, წონას ვიკლებდი ხოლმე ძალიან ხშირად ბევრს და ერთი წელი დაახლოებით კურნალობას მოვდი და 78 წლის ბოლოს 79 წლიდან ახალი ციკლი დავიწყე, ესე იგი. გავხდი ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი, სპარტაკიადის ჩემპიონი, კვლავ ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი და ესე 1974 წელს გავხდი 79 წელს და 1991 წელს ძიუდოში 2 წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატები. ესე 77 წელში დამაყენეს გუნდში. მაგრამ მე ესპანეთში ტარდებოდა ჩემპიონატი მაშინ მსოფლიოს და ჩაიშალა ეს პოლიტიკური სიტუაცია რაღაც წესრიგებული პერიოდში და არ ჩატარდა. რაღაცა ისეთი სპორტული ფორმა ქონდა საუკეთესო ჩემპიონატები, თუ რაღაცა იღბალი იყო ეს ასლების გადასახედიდან ასე. იღბალია, როდესაც შეიძლება ერთი ჩემპიონატზე მიაღწიო გამარჯვებას და შემდეგ
მე არ ვლაპარაკობ მეორე ადგის, მესამე ადგის ეს დიდი მიღწევებია, მაგრამ თუ ბევრი დიდი შრომა არ გაწია, ესე წარმატებებს ვერ მიაღწევ. შრომის გარეშე არაფერი არ გამოვა. არც სპორტში და არც დარგში. ცხოვრების პროფესიაც წარმოება ადამიანი რა იშრომოს. რასაც ემსახურება, რასაც აკეთებს, თავდადებულად უნდა იღვაწოს მანუ რამე შედეგს მიაღწიოს. იყო წლები, როცა 10,000-ობით ქართველი გულისფანცქალით და აღტაცებით ადევნებდა თვალყურს ბრძოლებს მსოფლიო ასპარეზზე. ორგზის მსოფლიო, სამგზის ევროპის, საბჭოთა კავშირის სპარტაკიადის აბსოლუტურ ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორსა და სხვა მრავალი ტურნირისა და ასპარეზობის გმირს დამარცხებული ჰყავს იმ წლების უდიდესი მოჭიდავეები და მისი გულკეთილი ხასიათის გამო ამჟამადაც ახსოვს და უყვართ მის ყოფილ მეტოქეებს ევროპასა და იაპონიაში. მასთან დღესაც არ წყვეტენ მეგობრობას. ჩემპიონობა უნდა დაიმსახურო, ჩემპიონი უნდა გახდე, ბევრი უნდა ივარჯიშო, ასე ფიქრობს დღეს ცნობილი ფალავანი. მისთვის ყველაზე გამორჩეული ის დღე იყო, როდესაც პარიზში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა. მახსოვს, რა სიამაყე დამეუფლა მაშინ, როცა ვიგრძენი რამდენად დიდი პატივისცემით ეპყრობიან ძიუდოს ფუძემდებლები ქართველ ძიუდოისტებს. იხსენებს წარსული დიდების დღეებს თემურ ხუბულური. ჩემი მეტოქეები ბრძოლის სხვადასხვაგვარი მანერით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ყველაზე ღირსეული პარტნიორი მაინც ბელგიელი ძიუდოისტი რობერ ვან დელ ვალე იყო. ესეთი ახლა ისეც ვლაპარაკობდი ვან დელ ვალეზე, ყოლებული 76 წლიდან პირველად მაშინ შეხვდით ევროპის ჩემპიონატზე. სანამ სპორტს დავანებდი თავს, ფაქტიურად მე და მას შორის იყო ყველა, სადაც ის ჭიდაობდა და მე ვჭიდაოდი ფინალური შეხვედრები. მაგ 9-ჯერ ვარ შეხვედრილები და ყველაზე ისეთი ოქროს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე მასთან წავაგე, დანარჩენი 2 მსოფლიოს ფინალი მასთან ვიჭიდავე, 2 ევროპის ფინალი, ერთხელ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და სხვადასხვა კიდე თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ვიჭიდავეთ, გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე. აი მასთან მქონდა და თან ამასთან ერთად ძალიან მეგობრობდი. უყვარდა ხოლმე თბილისში ჩამოსვლა, ხშირად ჩამოდიოდა მე ჩვენი მასპინძლობის მოგეხსენებათ შეჯიბრების შემდეგ რა თქმა უნდა და მეც სტუმრობდი მასთან ერთხელ ბელგიაში და გადამყვა მასპინძლა. იყო ესეთი შემთხვევა 1993 წელს ჩემი მოწინააღმდეგე ვისაც ძიუდო უყვარს და სპორტის მოყვარულია, იცით რომ ჩემი მოწინააღმდეგე იყო რობერტ ვან დელ ვალე, ბელგიელი ძიუდოისტია, ოლიმპიური ჩემპიონი. და მან გამოსათხოვარი ის ქონდა სპორტიდან წავიდა, მე კი უკან დაბრუნდა, საღამო იყო რა, ესეთი მიწვეული იყვნენ უძლიერესი ძიუდოისტები ქვემძიმე წონის, ვინც ვიყავით მაშინ. თავის მწვრთნელებით. მე და ბატონი გურამ პაპიტაშვილი მიგვიწვიეს ამ ტურნირზე. ყველა ხარჯი სახლიდან გასვლის შემდეგ ყველაფერს იღებდა ბელგიის ძიუდოს ფედერაცია ტრანსპორტირებისას თბილისიდან მოსკოვამდე, მოსკოვიდან ბრიუსელამდე და აქეთ კიდევ. მოიხსენებათ რომ იმ პერიოდში არც ერთი კაპიკი ხა დოლარები არც მაშინ მქონია და არც ახლა მაქვს, მაგრამ არ შეიძლებოდა რომ უცხოური ვალუტა ჯიბეში გდებოდა, ან უნდა ვინ უნდა ყოფილიყავი, არ ვიცი რომ რაღაც საიდან ქონდა ეს ფული როგორ და ყოველთვის მივიდოდეთ ისე რომ ჩვენ კაპიკი ფული არ ქონდა არაფერი და მე და გურამიც თან ქართველები ახლა მივდიოდით ტურნირზე, უცხოელები გვეპატიჟებიან და რაღაც ისეთი იყო შექმნილი რა, ჯერ წასვლა არ წასვლაზე გაუშვათ, არ გაუშვათ და ბოლოს მოგცეს ვიზები, ყველაფერი ბილეთები მოგცეს. ჩავედით, გავდივართ. დაგვატრიალე ჯერ აეროპორტში, რა ვიცი რა, თავდაყირა რა, სულ ყველაფერი გაგვისინჯეს რამე. რა თქმა უნდა, რაც არ იყო, ვერაფერს ვერ იპოვნებდნენ. გავფრინდით. თვითონაც მოიტანეს სადილი. როგორც ყველგან ჩვენც მოგვიტან და ჩვენც მივირთვით. შემდეგ ჩამოატარეს ლუდი. ახლა ჭიდაობას არ ვაპირებდი, მე თუნდაც ესე იყო გეგმა ჩვენი. მოწყობი რომ ის ორგანიზება მე არ უნდა მეჭიდავა. ჩვენც დავლიოთ თითო კათხა ლუდი თქო და დავლიოთ თითო ქილებში იყო ლუდი. შემდეგ ეს გევარდეს მიდის ყველასთან და რაღაც ფულს უხდიან და ბატონ გურამს ეუბნება მე გონი ფულს იხდის ხალხი მეთქი და ჩვენთანაც მოკლედ. მოვიდა ეს სიმპათიური გოგონა იყო. რომ ფული ჩვენ ეუბნებდა ის გვიხსნის რომ საჭმელი რო შეჭამეთო
ამაში ფული არა გაქვს და გადასახდელიო, მაგრამ აი ლუდი ბირ, დრინგ რაღაცები ახლა ჩვენც ხო გვესმოდა არა და ნუ ერთი 5-10 წუთი ეს კალი გააჩვე რაღაცას გვიწერს ესეა ისე, ნუ ფიქრა რომ არც ხონდა და დაგვანება რა თავი. ჩავდივარ ბრიუსელში და პრესის წარმომადგენლები გველოდებოდნენ, იქ დაგვწდნენ რაღაც გვირებებს, სურათებს. ხალხი გვიყურებს, რო გამოდიან, ვიც გამოდიან ჩვენთან ერთად, ვიც მგზავრობდა იქ ახლა 10 წუთი წარმოგიდგენთ თვითფრინავში ხო გავცელდა ხმა რომ ფულ ლუდის ფულს არ იხდიან და სად მიდიან. ხო გასაკვირი საოცარი რამე იყო რა. მერე თქვა უნდა დავადით მოვაწყეთ სასტუმროში და ესეთი კურიოზი გადამხდა ერთხელ. ცნობილმა სპორტსმენმა ოჯახი 1978 წელს შექმნა. მისი მეუღლეა თამარ სიხარულიძე. ბატონმა თემურმა მომავალი მეუღლე კალათბურთის მატჩებზე გულშემატკივრობისას გაიცნო. ფალავანი ქალბატონ თამრიკოს მხსნელად მოევლინა. გავიცანით კალათბურთზე. კალათბურთი თბილისის დინამო თამაშობდა, მოსოს მაშინ შევხვდი და მე გაგრძელდა შეხვედრები. აქედან დაიწყო და მე შევხვედრით ოჯახი და მოუყვებით რა, ამდენი წელია 78 წლიდან. გავიცანი, ჩემს ბავშვობაში ძალიან მოდაში იყო, ხო თქვენაც პატარები ხართ კალათბურთი და ძალიან გვიყვარდა გოგოებს მატჩები შეჯიბრზე დასწრება და ისეთი გულშემატკივრობა ხო ისეთი თამაში იყო, რაღაც ბილეთები არის შევებოდა და ჩემი მეგობარს უთხარი რაღაც კალათბურთზე მინდა წასვლა და ბილეთი ვერაფრით ვერ მიშოვემეთქე და ეთყობა სპორტსმენებს იცნობდა და მე გიშოვია და ბილეთებთან ერთად თემურიც მოვიდა, ბილეთები მოუტანა. ეთყობა რაღაცა მასაც სიმპათია გავშევეც, მოკლედ იმ თამაშს დაესწრო თემურიც და აქედან მე ხშირი სტუმარი გავხდით კალათბურთის და გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა. გავიცი ესე გავიცანით. სპორტმა დაგოკავშირა მე მგონი ისე. თამრიკო სიხარულიძე პროფესიით ტექნოლოგია, ამჟამად დიასახლისია. მას ყოველთვის ოჯახში უწევდა საქმიანობა, რადგანაც ბატონი თემური თავისი სპორტული კარიერის გამო სულ სახლიდან იყო გასული. თემურ ხუბულური მეუღლეს ძალიან იშვიათად ეხმარებოდა. ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც კარგ განწყობილებაზე იყო. მაშინ ის საუკეთესოდ ამზადებდა მწვავსა და ჩაქაფულს. ქალბატონი თამრიკო მეუღლის დადებით პიროვნებად მიიჩნევს, თუმცა თვლის, რომ ის ზედმეტად ალალი და თავდაბალია. ამ ყველაფერს კი მისი ქართლური ბუნებით ხსნის. ჯერ ეს ერთი მომეწონა ის რომ სპორტსმენი იყო და ყოველთვის იყო პოპულარული სპორტსმენები და რა ვიცი, ხო დღესაც ალბათ აი ეს მომეწონა რომ იყო სპორტსმენი. მაშინ არ იყო ესეთი ძალიან სახელოვანი დიდი სპორტსმენი, მაგრამ მაინც საკმაოდ კაი სპორტსმენი იყო. მე მანამდე არ ვიცოდი ჯიუდო, მე ეს სახეობაც მომეწონა რაღაცა არ იყო ტრადიციული ქართული ჭიდაობა, რაღაც იაპონური ეს კიმონოები, რაღაც მომეწონა. თქვენ იყავით აქტიური გულშემატკივრის, ალბათ ეს სერიოზული წარმატებები, რასაც თქვენ ძალიან კი. ალბათ თქვენ შეუწყვეთ ხელი, ხო, ოჯახიდან? კი, ძალიან ბალეს შეკავდი და მე ხშირად ვეუბნები, რომ მე ვიყავი ის შენი სტიმული მეთქი იმის, რომ შედაერდით წარმატებას ჩემთან მიაღწიე, ჩვენს ერთად ყოფნის დროს მეთქი და ვეთანხმება ხუმრობით თუ სიმართლეა, ვიცი, აი, ყოველ შემთხვევაში ესე იყო. მე გახდა ორივეჯერ ჩემპიონი მსოფლიო და ევროპის იყო, მანამდეც მერეც კიდე გახდა. საინტერესოა სულ გასულიყო ალბათ თქვენი მეუღლე, თუ გეხმარებოდათ ოჯახურ საქმიანობაში და აი ბავშვებთან ურთიერთობაში და შვილების განმარტებაში. დიდათ არა, ნამდვილად არ გაბოსდეს ეს ხელი და ეს საქმიანობა, მაგრამ რაღაცას რო ეტყვი და რაღაცა ცდილობს რომ გააკეთოს, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, რომ ეხლა ძალიან ხელმარჯვე დამხმარე და მარჯვენა ხელი ეს არასდროს არ ყოფ. პრინციპში თბილისში არც იყო 3 კვირა გასული იყო, 1 კვირით ჩამოდიოდა და ეხლა რა უნდა ისეთი რა უნდა გაეკეთებინა. პლუს უყვარდა მეგობრები ამხანაგები და არც ისეთი დიდები ვიყავით და უფრო გასული იყო რა სახში. რაც შეეხება სადილების მომზადებას, ახლა წაყან ინტერვიუში მითხრა, სიმართლე თუ არა, მაინტერესებს სიმართლე თუ არა, რომ თუ მოვიდოდიო კარგ ჩაქაფულს ან კარგ მწვავს ვაკეთებდიო და თუ აი ესეთი რამები თუ ეხება. ხო, აი ესე თუ ხასიათია და იტყვის აი მე დღეს აი ამას გავაკეთებ, ეს არის ძალიან იშვიათად და გამოსდის ხო. ცდილობს რომ და მე ჩვენც ვუქებთ რომ ვირა კარგია და კი. ზვადი და ჩაქაფული კი.
საინტერესოა ეს რო გასული იყო და საკმაოდ პოპულარული სპორტსმენიც იყო ფაქტიურად. ხომ არ ეჭვიანობდით მისი პროფესიის გამო და ისედაც ეჭვიანი არასოდეს არა ვარ ეს არა მახასიათი. თვითონ როგორ ამბობს რასა. თვითონ თავიდან იყო კი უფრო, მაგრამ მერე და მერე არა. არ მიგწია ესეთი ძალიან სერიოზული. აი ერთი შეხედვით არის ძალიან პირქუში, უხეში გარეგნობის. სულ ბევრნები გაიცინე ხალხს გონი ხარ რომ ძალიან უხეში ხარ მეთქი. ეგეთი გარეგნობა კი ნამდვილად აქვს, მაგრამ იმდენად გულჩვილია, ძალიან რო გაიცნობ და ესეთი რომ ფილმის ყურებაც არ შეუძლია, თვალს თოჭავს რომ ამას როგორ უყურებთ. აი ესეთი ჯიუტია საშინელი თუ იტყვის ეს გაზეთშიც ეწერა ადრე რომ ჯიუტი სპორტსმენი, იმიტომ რომ აი რაღაცა და იმდენად მორიდებულია რომ დადებითობაში არ გადასდეს, სულ უკანა პლანზე იტოვებს თავის თავს. აი ეს აქვს თავდავალი, ხო ეს ძალიან თავდავალია და ზედმეტიობა არაფერში არ ვარ გაისახს. თემურ ხუბულურის ოჯახს ჩვენ თბილისში შევხვდით. ისინი საბურთალოზე 60-ახიან მყუდრო ბინაში ცხოვრობენ. ოჯახის წევრები საღამოობით ელექტროენერგიის უქონლობის შემთხვევაში ნარდის თამაშით ერთობიან. შვილებს ამ დროს ცნობილი ფალავანი გულშემატკივრობს. მისი შვილიშვილები კი საკმაოდ მხიარული ბავშვები აღმოჩნდნენ. ნიკა ხუბულური 5 წლისაა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მას სურს რომ გახდეს ცნობილი ფეხბურთელი. სახელოვანი სპორტსმენი თემურ ხუბულური კი სამომავლოდ სპორტული კლუბის გახსნას აპირებს, სადაც ალბათ აუცილებლად აღზრდის მომავალ ოლიმპიელს ამ მსოფლიო ჩემპიონს. ეს ახალგაზრდობა უნდა ნარკოტიკებს უნდა მოვაშოროთ ჩვენი ყველაზე საშინელი სენი რაც არის კიდევ ყველაზე საშინელი უსაშინელესი შეიძლება რა ვიცი ეს მაქვს სურვილები მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვაკეთებ ამას და მინდა რომ ეს ჩვენ ეკონომიკაც გამოსწორდება ყველაფერი მაგრამ ამ ახალგაზრდობას ვეღარ გამოვასწორებთ ვეღარ შემოვატრიალებთ მე ცხოვრებისაკენ აი ცხოვრების გზაზე ის თუ ერთი აცდა და გადაუხვია ცხოვრების გზას აი და როდესაც ის მივა დარბაზში ჭიდაობაზე, ფეხბურთზე, კრივზე და სხვადასხვა სპორტის სახეებში რა ის უკვე დაკავებულია და აღარ ცალია იმ ცუდი საქმისთვის. რა ვიცი დღესდღეობით ახლა პირადული გეგმები არ მაქვს ჯერ ახლა ისეთი რო არის რომ უნდა კონდეს რაღაც ეკონომიკური მდგომარეობა რაღაც იფიქრო კლუბი გახსნა და რაღაც ან სპონსორი უნდა იყოს ვიღაცა და ჯერჯერობით როდესაც ოჯახი გაქვს მათ უნდა რაღაც მიხედვა რაღაცა და შენ სულ რაღაც იმაში ხარ ფიქრებში რომ საად რაღაცა რამე ძალიან ძნელია რომ იმაზე ყურადღება სხვაგან გადაიღო მაგრამ ფიქრებით სულ ვარ რომ მე თქვი ერთი ოცნებაა ჩემი რომ ერთი კარგი კლუბი კარგი ახალგაზრდობა ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი რაღაც იქნება რა თქმა უნდა გქონდეს აი რაღაც საშუალება რომ შენ ოჯახს ინახავ დაკმაყოფილებული საჭმელი აქვს წასმელი აქვს და მილიონები არც ნდომებია და არც დღეს არ მინდა ასე დასრულდა ჩვენი გადაცემა ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგენთ ოჯახურ გარემოში. კარგად ბრძანდებოდეთ.